თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში 18 იანვარს ნორჩი პიანისტების გალა კონცერტი გაიმართა. ღონისძიება უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის დაბადების დღეს მიეძღვნა. კონცერტი პიანისტისა და იუნესკოს მშვიდობის ელჩის ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ ლირას მხარდაჭერით ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს 4 იანვარს 92 წელი შეუსრულდა. კონცერტი იუნესკოს მშვიდობის ელჩმა ელისო ბოლქვაძემ გახსნა. მან ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და საქართველოს ეკლესიის მეთაურს დაბადების დღე მიულოცა. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. დღეს განსაკუთრებული დღე გვაქვს ნამდვილად. კონცერტი არის განსაკუთრებული, мотиваციაც განსაკუთრებული, ეძღვნება პატრიარქის დაბადების 92 წლის თავს. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის მამა გიორგი და ნამდვილად ეს ის კონცერტია, როდესაც ახალგაზრდები თავის შემოქმედებას, თავის ნიშს უძღვნიან პატრიარქს და ეს არის უმნიშვნელოვანესი. ეს ბავშვები მართლაც განსაკუთრებულები არიან, იმიტომ რომ მათ აერთიანებთ სიყვარული, შემოქმედება, ხელოვნება. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ და ვატიკანის ელჩმა საქართველოში ანტე იოზიჩმა. თითოეული მათგანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უდიდეს ღვაწლზე საუბრობდა. ღონისძიებაზე სიტყვით გამომსვლელებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს საიუბილეო თარიღი მიულოცეს. კონცერტს საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსის და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, დღეს მოგიხსენებათ ტარდება ნიჭიერ შემსრულებელთა მონაწილეობით დღევანდელი კონცერტი და ეს კონცერტი ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ასე ვთქვათ დაბადებიდან 92 წლის იუბილეს. მე მინდა გულითადად მიულოცოთ ჩვენს უწმინდეს, ჩვენს უსაყვარლეს და უძვირფასეს ადამიანს იუბილე, უსურვო მხნეობა, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა და ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ღონისძიებები, ესეთი აქტივობები. მოგიხსენებათ საქართველოში კლასიკური მუსიკა ყოველთვის იყო მაღალ დონეზე და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ესეთი აქტივობები ასე ვთქვათ ხშირად იმართება. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს ესეთი მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის და დარწმუნებული ვარ რომ ის კონცერტები და ეს ასე ვთქვათ ღონისძიებები რომლებიც იმართება ძალიან დიდ შედეგს გამოიღებს და ჩვენი კულტურა მომავალში ასე ვთქვათ გამდიდრდება ისეთი ნიჭიერი და საინტერესო ხელოვანებით რომლებიც დღეს აქ ასე ვთქვათ გვაცნობენ საკუთარ შემოქმედებას. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ ვატიკანის ელჩი საქართველოში ანტე იოზიჩი, იტალიის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დანტუონო, ბრაზილიის ელჩი საქართველოში ოსვალდო ბიატო ჟუნიორი, ბულგარეთის ელჩი საქართველოში ვესელინ ვალკანოვი, უნგრეთის ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო, თურქმენეთის ელჩი საქართველოში დოვლეტ მირად სეიდ მამედოვი და კატარის ელჩი საქართველოში ჰასან ბინ აჰმედ ალმუტავა. ღონისძიებას დაესწრნენ ყაზახეთის, სომხეთის და იაპონიის საელჩოს წარმომადგენლები. ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიყავი მოწვეული ამ ღონისძიებაზე, რომელიც მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის 92 წლის იუბილეს. ეს არის უმნიშვნელოვანესი კულტურული მომენტი არა მხოლოდ თქვენი ეკლესიისთვის, არამედ ქვეყნისთვის. მინდა ილია მეორეს უსურვა მხოლოდ კეთილი სურვილები მის იუბილეზე, დიდხანს ცხოვრება და ბედნიერი წლები. ვფიქრობ, ამგვარი მუსიკალური ღონისძიებების ჩატარება და მასში ახალგაზრდა პიანისტების მონაწილეობა მომავალი ვარსკვლავების აღმოჩენასა და მათ განვითარებას შეუწყობს ხელს. ძალიან მოხარული და მადლიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა დავსწრებოდი ერთი მხრივ მუსიკალურ შესანიშნავ საღამოს და მეორე მხრივ მომესმინა ახალგაზრდებისთვის, რომელთაც საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს ამ ფორმით მიულოცეს 92 წლის იუბილე. საუკეთესო სურვილებით ვულოცავთ პატრიარქს დაბადების დღეს და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ. ვულოცავ ამ დღეს ასევე თქვენს ეკლესიას და აბსოლუტურად ყველას, ვისაც უყვარს ილია მეორე. ძალიან დიდი მადლობა ამ შესანიშნავი საღამოსთვის.
It was a beautiful evening. ულამაზესი საღამო შედგა. საქართველოს პატრიარქო, გილოცავთ დაბადების დღეს, რაც კი შეიძლება ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ. დიდხანს სიცოცხლეს გისურვებ. მე ვიცი თქვენი როლი და ღვაწლი ქართული ეკლესიის განვითარების ისტორიაში. აგრეთვე ვიცი თქვენი ღვაწლი იმ სოციუმის ჩამოყალიბებასა და მათში სულიერების განვითარებაში, რაც მიგიწვით. მინდა რომ ძალიან დიდხანს იყოთ ჩვენთან ერთად, თქვენს ხალხთან ერთად. გილოცავთ დაბადების დღეს. It was a great honor to be here today. ჩემთვის დიდი პატივი იყო აქ ყოფნა, ამ ღონისძიებაზე დასწრება, რომ თქვენთან ერთად მეზე იმადა აღმენიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის 92 წლის იუბილე. მისი ღვაწლი და ამაგი ქართული საზოგადოებისთვის უდიდესია. ბედნიერი ვარ, რომ მოვუსმინე ქართველ ახალგაზრდა ტალანტებს, გავიგე მათი უსაზღვრო შესაძლებლობების შესახებ. ქართველი ახალგაზრდა პიანისტების მოსმენამ დამანახა, რომ საქართველოში ბევრი ახალგაზრდა ნორჩი პიანისტია, რომელთაც აღმოჩენა, მათ შესაძლებლობებს კი განვითარება სჭირდებათ. კონცერტზე მსმენელის წინაშე 10 მონაწილე წარდგა, მათ ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულეს. პირველი გამოვიდა ყველაზე პატარა მონაწილე 10 წლის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლული ანდრია კაპანაძე. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ანასტასია მეფარიშვილი, ბაჩი მიქელაძე, ლევან მუსერიძე, მირიამ ციციაშვილი, გიორგი შიოლაშვილი, ანაჰით სტელმაშოვა, ეკატერინე მამისეიშვილი და ბექა სიხარულიძე. სპეციალურად ამ კონცერტისთვის სომხეთიდან ჩამოვიდა ედუარდ სიმონიანი. დღევანდელი კონცერტი ეძღვნება უწმინდესის დაბადების დღეს და ბავშვები, ძალიან ნიჭიერი ბავშვები მიუძღვნეს კონცერტი პატრიარქს, რაც არის ძალიან დიდი, მე ვფიქრობ, მათი სიყვარულის გამოვლინება, რაც შეეხება კონცერტი არის სავსე სიყვარულით, არის შემოქმედებით, მუსიკით და მე ვფიქრობ, რომ მათ თავიანთი შემოქმედება მაქსიმალურად დღეს წარმოადგინეს. კონცერტის იდეა არის ფონდ ლირას მიერ განხორციელებული, რომელიც მე დავაარსე 2012 წელს და ეს ღონისძიება, ასე ვთქვათ, ერთობლივი პროექტი არის კონსერვატორიასთან, ისთვისაც მადლობას ვუხდი კონსერვატორიას და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალგაზრდა ნორჩი ტალანტებისთვის, რადგანაც მთავარი მიზანი ფონდის არსებობის არის ახალგაზრდა მუსიკოსების, პიანისტების ხელშეწყობა და მათი ზიარება, ასე ვთქვათ, მუსიკასთან. დღეს ესეთი ლამაზი საღამო, ასე ვთქვათ, მიუძღვენი და რომელიც არის, რა თქმა უნდა, მთავარი იდეა იყო და სიხარული ის, რომ ეს კონცერტი მთლიანად ეძღვნება პატრიარქის დაბადების დღეს. ჩემი სურვილი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ პატრიარქი იყოს ჯანმრთელად, ჩვენი სულიერი მამა, ის ადამიანი, რომელიც არის ნამდვილი ლეგენდა, უნდა იყოს დიდხანს თავისი ქვეყნისთვის და ჩვენი წინამძღვარია, რომელსაც ნამდვილად მთელი საქართველო ეთაყვანება და მისი ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა ეს არის ნამდვილად გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და იყოს ის მუხტი, რომელსაც ქვია ჩვენი რელიგია და ჩვენი სიყვარული პატრიარქისადმი. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გალა კონცერტი იყო ჩემს ცხოვრებაში. ასევე უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ელისო ბოლოქაძეს, რათა მომცა შესაძლებლობა მიმიღო ამ გალა კონცერტზე მონაწილეობა. ჩემ პატრიარქს მინდა მოვულოცო თავისი დაბადების დღე და ჯანმრთელობას უსურვებ. მე დავუკარი ჟან-ფილიპ რამოს ციკლობებიდან სერია. ეს კონცერტი მთლიანად მიუძღვენთ პატრიარქს. პატრიარქს ვილოცავ დაბადების დღეს, ჩემ ნათლიას, უსურვებ დიდხანს ცხოვრებას და ჯანმრთელობას. მონაწილეობას ვიღებ ნორჩ პიანისტთა გალა კონცერტში და ეს ჩემს ძალიან დიდი პატივია და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ ელისო ბოლოქაძეს. ეს კონცერტი ესწრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს. მინდა მას მიულოცო დაბადების დღე. მინდა მხნედ იყოს და ჯანმრთელად იყოს. დღეს მე შევასრულებ შოპენის მეორეს კერძოს და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა მივიღო ამ კონცერტში მონაწილეობა, რადგან უფრო მეტი мотиваცია მეძლევა ასეთ სერიოზულ გარემოცვაში და ასევე მინდა მიულოცო პატრიარქს იუბილე და უსურვო ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე. შევასრულე ლისტის საკონცერტო პარაფრაზი ვერდის ოპერიდან ტრუბადურზე მიზერერი
მივუძღვენით ეს კონცერტი საქართველოს პატრიარქს და ვულოცავ მე პირადადაც დაბადების დღეს და ვუსურვებ რომ დიდხანს გყავდეს ჯანმრთელად. ვულოცავ პატრიარქ ილია მეორის დაბადების დღეს ვუსურვებ ყველაფერს საუკეთესოს. ძალიან დიდ პატივს ვცემთ ყველანი მას, მთელი ქართველი ერი და ვუსურვებ ჯანმრთელობას, სიხარულს, ბედნიერებას და დიდხანს სიცოცხლეს და კარგად ყოფნას. ჩვენს უწმინდესა და უნიტარეს ვულოცავ პირად დღესასწაულს და მინდა ვუსურვო ხანგრძლივი სიცოცხლე ჩვენი საქართველოს სადიდებლად და ძალიან ბედნიერი ვარ რომ მე დღეს მომიცა საშუალება ჩემი ბიჭების ძალიან კარგი შესრულებით პატივი მიმეგო ამ ადამიანისადმის რომელიც საქართველოსთვის ყველაფერს ნიშნავს დღეს. ეს კონცერტი ღირდა ამათ რომ ეს ეძღვნებოდა ჩვენ პატრიარქს, იმიტომ რომ ისეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოსვლები იყო. საუკეთესო ბავშვებმა მიიღეს მონაწილეობა აქ და ვერს უკვე ვიცნობ დასაკვირვებლად, მაგრამ კიდე ერთხელ დავწმუნდი რომ ნიჭი თავისას მაინც შვება და შრომა განსაკუთრებით. ნამდვილად ეს კონცერტი ძალიან ისეთი საუკეთესო გამოხატულება ჩვენი პატრიარქისადმი სიყვარულით და რა ვიცი ყველა ყოველმხრივ. ულოცავ ყველას დღევანდელ დღეს. შეგახსენებთ, რომ საქველმოქმედო ფონდი ლირა 2012 წელს ელისო ბოლქვაძემ დააფუძნა. ფონდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქართველი ნორჩი ტალანტების აღმოჩენა და განვითარებაა. პატრიარქო, ვილოცავ დაბადების დღეს! ექსპერტების შეფასებით 2025 წელს მოგზაურებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხეს კიბერდანაშაული წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს. აღნიშნულ საკითხზე შესაბამისი კვლევა კომპანია მოგზაურთა დაზღვევის წარმომადგენლებმა ჩაატარეს. ეს კომპანია ამერიკის შეერთებულ შტატებში ფუნქციონირებს. სპეციალისტების განმარტებით გამოკითხულთა 62%-მა ონლაინ უსაფრთხოებაზე შეშფოთება გამოთქვა, რაც ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. კიბერდამნაშავეები იყენებენ ინტერნეტ თაღლითობას, ყალბ სამოგზაურო ვებსაიტებს და გაქირავების განცხადებებს მოგზაურების მოსატყუებლად. სპეციალისტები მოგზაურებს ურჩევენ სიფრთხილე გამოიჩინონ. ისინი მოუწოდებენ მოქალაქეებს გარკვეული წარმომავლობის შეტყობინებები მიუხედავად კარგი შეთავაზებისა დეტალურად გადაამოწმონ. ექსპერტთა განმარტებით ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ კიბერდამნაშავეებს მისცა შესაძლებლობა შექმნან უფრო დამაჯერებელი ყალბი ვებგვერდები და მოგზაურებისთვის შთამბეჭდავი შეთავაზებები გააკეთონ. კვების უსაფრთხოების სფეროში ჩატარებული კვლევების თანახმად მიკროტალღური ღუმელი საკვების გასათბობად უსაფრთხო მეთოდია, თუმცა გარკვეული წესების დაცვაა საჭირო. მეცნიერების განმარტებით მიკროტალღური ღუმელის მიერ გამოყენებული რადიაცია არ არის საზიანო ადამიანის ჯანმრთელობისთვის. სპეციალისტების განმარტებით დაკვირვება მაჩვენა, რომ საკვების მომზადების სხვადასხვა მეთოდს შორის სწორედ მიკროტალღური ღუმელი ინარჩუნებს საუკეთესოდ ბოსტნეულის საკვებ ღირებულებას. თუმცა ახალმა კვლევამ გამოავლინა პრობლემა პლასტმასის ჭურჭელთან დაკავშირებით. მიკროტალღურ ღუმელში გათბობისას შესაძლოა გამოიყოს ნანოპლასტიკის ნაწილაკი. აქედან გამომდინარე სპეციალისტები გვირჩევენ მინის ან კერამიკული ჭურჭლის გამოყენებას.